მე გავიხსენებ ესეთ ისტორიას, დაახლოებით ვიყავი ალბათ 10-11 წლის. იყო ზამთრის პერიოდი, ზამთრის პერიოდში თითქოს გაკვეთილები არ გვიტარდებოდა ხოლმე და მე ვსწავლობდი 51 საჯარო სკოლაში და აი ამ სკოლაში ეს დაყოფილი იყო ხოლმე ინგლისურის, რუსულის რაღაცას გაყოფილი იყო ხოლმე რა, მოკლედ ორი სხვადასხვა მასწავლებელი გვასწავლიდა. და მე რომელიც ჯგუფშიც ვიყავი, იქ რაღაცა თითქოს შედარებით რაღაცა კარგ რაღაცა ვერ ვსწავლობდი თუ რაღაცა მოკლედ რა, ანუ ამ შემთხვევაში ამას არ აქვს მნიშვნელობა და მახსოვს ერთ-ერთი დღე, როდესაც მარტოები ვიყავით ბავშვები, ანუ მასწავლებელი არ გვყავდა, უბრალოდ ჩვენი კლასი იყო იმითი ცნობილი, რომ არ ვიყავით ასე ვთქვათ ამრევები და ჩაგორელები და რაღაცა აგრესიული ბავშვები, ამიტომ დიდად ყურადღებას არ გვაქცევდა. და კარგად მახსოვს, რომ ჩემმა კლასელმა ბიჭებმა ძალიან დამიწყეს დაცინვა აი ამ ჩემ კბილებზე, ხო, ჩემ ღოჯებზე, რაღაც ვამპირის კბილებზე. და მითხრეს, რომ შემახინჯო, შეკვაზიმოდო და აი რა თქმა უნდა, ხა 10-11 წლის გოგოს, რომელსაც ბიჭები გეუბნებია, რომ შემახინჯო და ასე შემდეგ და დებილო და რა თან მაშინაც არ მქონდა თლილად კარგი მოსწრება და არც კარგი ქულები მქონდა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებდა, როგორც ემოციურად, როგორც ასევე მენტალურად. და რა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ ვეუბნებოდი. აი ვერაფერს ვერ ვეუბნა. რა უნდა მეთქო, შეც მახინჯო მეთქი, ანუ ეს ყველაფერი ჩემთვის იმდენად დამსტრესველი იყო, რასაც ეს ბიჭები მეუბნებოდნენ. და არავინ არ მიცავდა და მიცავდნენ კი არა, გოგოები როგორ ამოიცი, რომ კაი გაანებე თავი ცოდოა. ანუ საერთოდ დამწიეს, ანუ იმ გოგოებმა კი არა დამიცვეს, რომ გაანებე თავი და ესე რატო ელაპარაკები და რაღაცა. ანუ ეგ არის დაცვა, როცა ადამიანს გეუბნება, რომ თავი გაანებე, კაცო შენ არ გაქვს იმის უფლება, რომ ადამიანს ეგრე ელაპარაკო და რო ეუბნება მე გაანებე ცოდოა, ანუ ხო ისედაც საწოდავი ვიყავი, რომ შეურწყებას მაყენებდნენ და ანუ ამ გოგოებმა უბრალოდ დაწიეს ეს ჩემი თვით შეფასება, რომ ფაქტობრივად საწოდავი ვარ რა, იმიტომ რომ მე ჩემი თავის დაცვა არ შემიძლია. არავინ არ მიცავს, ანუ რამე რომც გავაკეთო, ანუ საწოდავი ვარ რეალურად რა. ანუ ეს ყველაფერი მე ხომ ამახსოვრდება ტვინში. და იმ დღესვე მოხდა ისე, რომ სკოლიდან წამიყვანეს მშობლებმა და თქვი ჩემს მშობლებთან რომ იცი რა, კლასელები მეთქი მიძახიან მახინჯს კვოზიმოდოს ჩემი კბილების გამო და ძალიანაც კარგიო. მაგასო იმიტომ გიძახიანო ესეო, რომ კბილებს არ იკეთებო. ანუ ისე მე გამომიყვანეს ჩემი მემშობლება დამნაშავე. ანუ ის კი არ მითხრეს, რომ შვილო, შენ როგორი კბილებიც არ უნდა გქონდეს, არ აქვს იმას უფლება, რომ შენ ესე გექცეოდნენ და ესე გელაპარაკოთ. არა, ისინი გაამართლეს და მე ამის მერე დავიჯერე, რომ მე ვარ მახინჯი, მე ვარ საწოდავი და ხმა